მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ყავს სტუმრად ქეთათონ ერგაძე. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ასევე მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს მხარდამჭერ კურსიჯის და ჩვენს მუსიკალურ მხარდამჭერ Music Rooms. აქვე შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ეს არხი და დაალაიქოთ. დავიწყეთ. ხო და მე მინდა რომ ჯერ სიახლეებით დავიწყოთ, რაც გონია რომ ბევრისთვის საინტერესო იქნება და მე შეგვიძლია რომ ცოტა უკანაც წავიდეთ. ახალ ალბომზე მინდა რომ გკითხო ჯერ მე გამოვარჩიე რა ჩემი ფავორიტი და შენი მაინტერესებს ჩემი არის Dying Songbird-ი, არ ვიცი რაღაცნაირად ეგ ყველაზე მეტად შემეხო. ხო შენ თუ გაქვს ფავორიტი ამ ახალი ალბომიდან რომელიმე? არა, მაგრამ ვერა ხო? აი არანჟირებას რო ვაკეთებდი, მაშინ ყველაზე მეტად Grow Samples-ზე ვიკაიფე. ხო. ხო, მე არ მიყვარს ხოლმე რა მაგითხვის დასმა. რა ალბომი გაგიკეთე ჩემი კითხვა ახლა. ხო და მე ვეჭუები რომ არ კითხო თქო, იმიტომ რომ გონია რომ ყველა შვილი ვიცი იყვარს და ძალიან რთულია რომ განასხვაო, მაგრამ რომელიღაც ვიდეოში ვნახე ინტერვიუსს რომ ყველაზე კარგი სიმღერები ჩემიო ესე თქვი და მაგიტომ მივეცი ჩემთვის უფლება რომ ეგ მეკითხე, ესე იგი შენც რაღაცნაირად მაინც ახარისხებ რა თავში გულში. ალბათ უფრო აი ემოციური კავშირი ჯერ რასთანაც გაქვს, ეგ არის ხოლმე რა. ხო. დიდი ხანი მიდიოდა ალბომზე მუშაობა. როგორც ხდება ხოლმე ჩვენთან თუ დაჯექიდა და არ ვიცი, პირველი ალბომია და დიდი ხანი არ ვიცი როგორ არის. და არის. ცოტა რამდენია და დიდი არის. ხო, ანუ ჯერ დაახლოებით რა პერიოდი. აი შარშან დავიწყეთ 2025-ში, საფულში. და ეხლა გამოვიშვით რა. ალბათ. არ არის დიდი დრო, ხო, კარგად გიმუშავია და ისე ძალიან პატარა იყო ქეთათო შესახებ რო შევიტყე მე, აი ძალიან ალბათ შეიძლება 10 წლის და კიდე უფრო უი, არა. კი. 10 წლის? არა, სანამ გამოხვიდოდი საერთოდ. მანამდე ვიცოდი, კი, ჩემო მეგობრა თამარა ბაბილუასგან ვიცოდი, ბაბისგან. ალბათ უფრო 13 მაშინ 13-14 პატარა იყავი და მაგის მერე არ გაჩერებულა რა და აი ეს თავიდან ყველამ გამოვიარეთ თუ ყველა კიდე მაგზას გადის აი ეს ქავერების ამბავი რა და შენ პირდაპირ მოხვედი ყველგან არა საავტოროდ ალბათ ყველა უფრო საავტოროდ გიცნობს ვიდრე მე არც კი მახსენდება შენი შესრულებული სადმე ქავერი და ეგ ძალიან დიდი ეგრევე მოიგენით სასკული, იმიტომ რომ ქავერებს ვერ იტანს. უიშვიათესი ამბავი არის, რომ პირდაპირ წარსდგე პუბლიკის წინაშე ესე საავტოროთი და ძალიან გაგიმართლა ხო და შენ როგორ მიხვედი მაგას. ბაბი გავიცანი მაშინ აი 14-ის ვიყავი და პირველი სიმღერების დაწერა რო დავიწყე, მაშინ ბაბიც მაშინ იყო ჩვენთან. ხო და ну, რა ვიცი, ქავერები არ მახსენდება მეც. მაგით არ დამიწყია პრინციპში. ზოგადად სიმღერი ხოლმე ქავერებს თუ არ გიყვარს. შენთვის ანუ სადმე კი არ გულისხმობ. ზოგადად ჩემი საყვარელი სიმღერების ქავერებს. და ძალიან მომწონს. დაჟე შეიძლება ოდესმე ალბომშიც შევიტანო 1-2, არ ვიცი. ნახოთ. ოკეი. მე მომხრე ვარ ხოლმე. უბრალოდ ჯერ იმდენი მაქვს ჩემი, რომ აი დაბინავებაში. რამდენი გაქვს, რამდენ საბინავებ ახლა კიდე. ეხლა მეორე ალბომზე დავიწყე მუშაობა. ის საერთოდ სხვანაირი იქნება, უფრო აკუსტიკური, უფრო პოზიტიური, არ ვიცი რამდენად, მაგრამ ნუ აი ეს ახლა უფრო ჩემთვისაც ცოტა სევდიანი ალბომია. შენია, პირადია ეს ალბომი უფრო მე რომ მოვუსმინე, თითქოს ეგეთი დავეჭირება დამჩარო, ძალიან შენთვის დაწერე რა ეს ალბომი და ნუ ძალიან პირადული ტექსტები აქვს და ხო ერთადერთი ალბათ რომელშიც ცოტა ეს რაღაცა პოზიტივის სხივი გააკრთის არის ალბათ შეიმი არ ვიცი ჩემთვის ეგ სიმღერა არის სირცხვილზე ხო მაგრამ ჟღერადობით ვამბობ რა ხო ცოტა ისეთია playful და ცოტა მაგრამ არ არის ტექსტი ეგეთი. ხო, ტექსტი არ არის ეგეთი. ცოტა სუიციდურია. აი, მეც გამოვარჩო მას ჩემ ფავორიტს რა, You Will Never Come True იყო. რომელსაც მოვუსმინე და ისეთი იყო, რომ აი, ვიცი, წამი და მე მეორედ მოვუსმინე, კიდე იმიტომ რომ ეგ მაგ ხოლმე რა. მით უმეტეს თუ ეხა გადაცემის შემზადებოდი, ისე უსმენდი რა და ეგ არ ვიცი, ბოლოს მოვუსმინე მაგას და მაგიტო იყო, რომ ეგრე დამრჩა თუ რა იყო. რამე აქ მაგ სიმღერას შენთვის განსაკუთრებული თუ ეგეც
ჩემი ის იყო რაღაც ინტერპრეტაცია, რომ თითქოს უფრო ემოციური იყავი მაგ სიმღერაში რა. ნუ ისეთია რა, მარტო მღერი მაგას ალბომში და მაგით გამორჩეული არის სხვა სიმღერებისგან, რომ მარტო ვასრულებ. Everyone needs to be loved by the one who will carry the world. Treat them with love, with a beautiful hum. What can be so good? Who runs away and they really want to stay alone. Alone. I was just wondering how love passed me by, but it seems couldn't hide. He was the loveliest son I could write, but it never be mine. Oh, what if you knew that your dreams were never meant to come true? It's true, 'cause you'll never come true. Long time it takes, love just to say it. Long time it needs for a man to believe. Everyone needs to be loved by the one. Everyone needs to feel love for someone, 'cause everyone needs to be loved. Everyone needs to feel love, but you'll never come true. It's true, you never come true. It's true, it's true, you never come true. Who runs away to really want to stay? ბოლოსკენაც მაგიტო გავთვალე ეგ სიმღერა, რომ აი სხვაგან ვერ მივხვდი სადღაც ჩამესვა. ნუ აი მაგიტო ბოლოში ჩავსვი რა, რომ მეთქი მოდი ამით დამთავრდეს. იმიტომ რომ მე თან რაღაც ყოველთვის უფრო აკუსტიკურად უკრავდი. ბენდი არ მყავდა, ბენდი გავაკეთე შარშან. და ალბომიც მიყვა, მაგრამ ნუ ხალხი რაღაც უფრო ეგრე მიცნობდა რა, აკუსტიკურად. მე ვიყავი თქვენ მაგ ლაივზე და ვიყავი აღფრთოვანებული და რანაირად შეიძლება თქვა, რომ აი ერთ გოგოში მოიყაროს ამდემა რაღაცამ თავი, იმიტომ რომ ყველაფერი იყავი და მგონია რომ სცენაზე აი საერთოდ სხვა ტიპი ხარ რა, იქ იყავი აი ყველაფერი შემოხსნილი და რაღაცა ისეთი რა, უფრო როგორ თქვა, აი სხვადასხვა ტიპი არის მართლა რა. კაი, სცენაზე იცვლები ანუ.
არ ვიცი ალბათ. კი. ხო, არა, შესამჩნევი იყო ეგ ტრანსფორმაცია. ამ ალბომის ლაივები იგეგმება? ეხა 2025-ში უფრო გქონდა რა. ჯერ არ გქონდა ალბომი დადებული, მაგრამ ძალიან ერთი 5-6 ლაივი გავაკეთეთ. მუტანტ რადიოში გქონდა ბოლო ლაივი და მან რაღაც პრე-რელიზ კონცერტი იყო, რომ რას გამოვცემთ, უფრო მაგაზე იყო აქცენტი და კი გვინდა რომ გქონდეს, არ ვიცი, ალბათ ევროპაში რომ ცხოვრობდე, უფრო მარტივად გავაკეთებდი ჩემი ბაჯეტით ტურნეს, იმიტომ რომ იქ რაღაც მატარებლით გადახვალ ან რაღაცით ავტობუსით წახვალ, მაგრამ ესე თბილისიდან ძალიან რთულია. ხო. თან იქ საერთოდ სხვა. შენი ბაჯეტით კეთება ხო რაღაცებს, როგორც ყველა მუსიკას. კი. მაგრამ მეგობრებიც არიან, რომლებიც ესე უპირობოდ მეხმარებიან და ძალიან მადლიერი ვარ მაგის. ამ ალბომზე ვინდა გეხმარა მეგობრებიდან? გვაჯი, თავარი. კი. კი. გითხრა ხო გვესაუბრეთ. კი. გვაჯი ჯერ პირველ რიგში იმაში დამეხმარა, რომ მოკეთ 2025-ში საიდანაც დაიწყო ეს ყველაფერი. 5 იანვარს მქონდა Leno Records-ში სოლო კონცერტი. და მაგ სოლო კონცერტის მიზანი იყო ის, რომ ყველა ის სიმღერა, რომელიც საერთოდ არავინ არ იცოდა, ჯერ ალბომიც არ იყო და არაფერი არ იყო. უბრალოდ მინდოდა, რომ რაღაცა ერთად შემესრულებინა და მე ეს ჩამეწერა რა. და მე ჩავწერეთ კიდევაც Leno Records-ში, მაგრამ გვაჯიმ ის გააკეთა, რომ საერთოდ უფასოდ დამიდგა გვერდში და არ ვიცი. არის ეკრები მაქსესის ღიასი. ხო, თან გადაყვა რა. თან ეხა იქ ორკესტრი და 4 სიმღერა დევს მაგ ლაივიდან. ხო და მაქედან დაიწყო მე და გვაჯის მეგობრობა. ძალიან მაგარია. მაქამდეც მეგობრობდით, მაგრამ მან რაღაც უკვე საქმიანი გადაკვეთა გქონდა და მე შემთხვევით მოხდა ეგეც, რომ მაგ ლაივისთვის ზუსტად ლუკა და ვალო შევკრიბე ბენდის ამბავში, იმიტომ რომ 2 სიმღერაზე მჭირდებოდა თანხლება ბენდის და არ მყავდა. და მოდი მეთქი რაღაც სესიურად დაუძახებთ ხო რა ლუკას და ვალოს და ძალიან მაგარი ქიმია გაგვეჩითა რეპეტიციაზე. ლუკას არ ვიცნობ, მაგრამ ვალოს მოკითხა, ვალოსთან მეგობრობ. ახლოს და კი, ნახე გადაცემას. და ეხლა უკვე სრული ბენდი ხართ? მე ცოტა ხანში დავიმატეთ ზუკა სიმონიშვილი, აიქსის. და მე გიყო რა, მივხვდი რომ всё ბენდი მყავს, როგორ მოხდა არ ვიცი, მაგრამ აქამდე საერთოდ არ გამომდიოდა რა ბენდის გაკეთება. ეთქვა არ იყო ხედავ რა, ბუნებრივად. დრო არ იყო, ხო. და რაღაც დროებით პროექტზე აპირებდი და უცებ მოხდა რომ ბენდი ყავს რა. თავისით საერთოდ არაფერი ესე არ დამიგეგმავს და მე ზუკაც რო უკვე რომ დავიმატეთ, მოდი მეთქი რაღაც სხვა სიმღერებით გავაკეთოთ რა. გავაკეთეთ ეს set-list-ი რაც ალბომში არის, ცოტა კიდე რაღაც ძველი ტრეკებიც რაც უკვე მიდევს Spotify-ზე, ეგენიც დავამატეთ უკვე ბენდური გაკეთებული. და რო დავიწყეთ ალბომზე მუშაობა, მე გვაჯიმ მოდიო, მე დავმიქსაო, თუ გინდათო. და ხა როგორია, არ გინდოდეს ხა გვაჯიმ რო დავმიქსოს, დიდი ბოდიში. არა, იყოს ხო? მე თვითონ ვიზა. ხო, მეთქი გვაჯი არის. არა, ეგ რომ მითხრათ, ჯერ ძალიან მომერიდა, იმიტომ რომ როგორ რაღაცა იცი, sound engineer-ი რომ მიქსავს ალბომს, არის რომ სტემებით მიქსავს, გიტარის სტემებს ცალკე, რაღაცა დრამებს ცალკე და ისა და მე მულტიტრეკებით მიუტანე რა, ესე დაჯგუფებული და ცალკე დამიქსული არ მიმიტანია რა, ყველაფერი დასამიქსი იყო და 8 სიმღერაზე ეხა ცოტა კაი სამუშაო იყო. კი, თავიდან დრამი ჩაგვაწერინა თავისთან და მე უკვე რომ შემოგთავაზო რომ დავმიქსაო, მეთქი ვახ ძალიან მაგარი. ძალიან გაგვიმართლა რა. ეგეთი კარგი მუსიკოსების შემოკრებაც ძალიან რთულია. ხო, თავისით მოხდა. აქამდეც რა ბენდის გამიკეთებია, ვერავიზო ვერ ვიტყურო, ცუდი მუსიკოსი რაღაც რა. მაგრამ არ გამოდიოდა რა, რაღაც მაშინ სხვა მე მგონია რომ ჩემი ის იყო რა, შიგნით რაც ხდებოდა, რა ძიებაც და არეულობაც იყო, მაგიტომაც ბენდიც მე ვერ იღებდა რა ფორმას და ეხა დაალაგდა ეგ არეულობა მეტნაკლებად და ბენდიც დაალაგდა თუ კიდე არის. კი, მეტნაკლებად უფრო მივედი ხმამდე. 2023-ში უკვე რომ ჩემით დავიწყე პროდაქშენის კეთება, მაგან ძალიან დამალაგა რა. იმას არ ვამბობ, რომ ხა მარტო ალტერნატიული როკი უნდა ვაკეთო მთელი ცხოვრება, რა თქმა უნდა, ეგრე
არ გამომივა, მაგრამ უკვე ის პირობითად ჯაზ ბალადაც და არ ვიცი, ინდი როკიც ჩემთვის უკვე რაღაცა ერთიანად იქცა, რაც ჩემიც დავიწყე. მაგის ელემენტები. ხო, რაღაც არის, არა, აქვს მაინც რაღაც ერთი წორხაზოვნად არ მიდის რა. კი, რომ უსმენე მეც ცოტა ვერ მივხვდი საიდან იყო ინფლუენსი შენი. აი ამ ჟანრის, ხო, იმიტომ რომ ბევრი რაღაცეებია შიგნით რა. ბევრ როგორც ნუცას არ უყვარს, ბევრ ჯგუფებს მივამსგავსე რაღაცებს, მაგრამ არ ვიტყვი და ბევრი ჟანრი რა. რაღაცები ამას ეგონა რომ კომპლიმენტი იყო. აი ეგონა არ ვიცი შეიძლება ვიღაცის არის, მაგრამ მე ძალიან აი კრინჯის გავამემართე. ესეთი კითხვა მაქვს, მაგრამ მაინც ინფლუენსი ვისი არის? შენი აზრით, შენ მუსიკას ყველაზე მეტად ვისი აქვს ინფლუენსი? აი არ ვიცი, მაგრამ ეხა აი ამ ალბომში ну აი ჯეფ ბაკლის გავლენა მაქვს ხა რა უკნა ჩემი ეგ ძალიან საამაყოა ოკეი ეს საამაყოა და ანუ ის არ მოგწონს ვისაც ვადარებ ალანის მოისეთი დაიწო არა რას ლაპარაკობ ანუ ჯეფ ბაკლი ხა ისეთი მუსიკოსია რომ აი ძალიან დიდი ხანია რომ უსმენ რა და აკუსტიკურად როცა მქონდა ხოლმე ლაივები და ნუ ეხაც მაქვს ლაივები ჯეფის მოსმენა დავიწყე მაგის ლაივ ალბომით სადაც უკრავს ნიუ-იორკის ერთ-ერთ ბარში რა და სულ ანუ აკუსტიკურად უკრავს რა ელექტროგიტარაზე. და მაგას ქონდა ძალიან დიდი გავლენა ჩემზე თავიდან, იმიტომ რომ აი ლაივში შესრულება რა მაგედან ვისწავლე რაღაცნაირად. ანუ ისეთი უნაკლო არის. აი ჩანაწერებშიც რომ მართლა დისკივით ჟღერს საოცრება არის ჯეფ ბაკლი. ალბათ ხო რა, აი მაგის გავლენა ეხლა ყველაზე მეტად ეგ არის, მაგრამ ნუ ალბათ ეხლა Radiohead-ი ხო. ეხლა არ ვიცი რამდენად ეტყობა ამ სიმღერებს, მაგრამ ნუ ზოგადად გზნობ. მე მეკითხე შენ როგორ გზნობ თქო, თორე აი ესე გარედან ეხლა მართლა კონკრეტულ ვინმეს ვერ მიამსგავსებ ხა რა, ანუ შენი საავტორო და ძალიან ეტყობა რომ ნაშრომი და სხვანაირად ხო. ანუ არ ნახდათ არაფერი ესე დაკოპირებულს ვერაფერს ვერ ხედავ. ერთ ერთი იმისგან რომ და არის რაღაცები, რასაც შენ გძნობ ალბათ და ჯეფ ბაკლი არ არის ცუდი. ანუ ინფლუენსი არის აი მაგის garaშე გონია რომ ვერავინ ვერაფერს ვერ შევქმნით რა. არა ეგ ინფორმაცია. რა მაინტერეს მე ხდება ხოლმე აი ინფლუენსი ოკეი, მაგრამ მე შენ თვითონ და ზოგადად არტისტი ეგრე ხო წვეთს ხოლმე რომ აი მოდი არ მინდა რომ კი არის ეს მევასება, მაგრამ არ მინდა რომ ამის გზას გავყვე და ჩემით იმის ინფლუენსით, მაგრამ ჩემსას გავაკეთებ რა. აი ცოტა მაკეტკენ არის ეგ ალბომი რა, ეხლა იმიტომ რომ შენთვის შეიძლება ჯეფ ბაკლის გავს და ესე თუ ჩაშლი რაღაც დონეზე შეიძლება მიამსგავსო, მაგრამ მაინც ძალიან წახვედი ისე რომ შენი არის. აი ეხლა რა ხო არ მქონია რომ აი მოდი ეხლა ეს ტრეკი ჯეფ ბაკლის გავდეს, ანუ არ მქონია ეგ. ნუ გავლენა როცა გაქვს ადამიანს, ის რაღაც ქვეცნობიერში გაქვს და ის მაინც ვლინდება რა. და ნუ მე ეხა თუ ძალიან ბაძავდა ძალიან გინდა რომ ჯეფ ბაკლი იყო. ეგეთი იყო, ნუ ეგეთი გამოვა ალბათ, მაგრამ ნუ რა ვიცი, რომ წერ ხოლმე ნუ მირჩევნია რომ არაფერს არ გავდეს რა, რაც ეხა ძალიან რთულია, იმიტომ რომ შანსი არ არის. ინფორმაცია ისე გაქვს, არ არსებობს, რომ სადღაც მილექება რა შიგნით და მე სადღაც რაღაც ფრაზას ისე გააკეთებ, რომ უიეს ხო, ამან გააკეთა რა. პატარაობიდან რაზე იყავი ხოლმე შემჯარი პირველი რა გახსოვს ისეთი რომ აი ეგ ჯეფ ბაკლი იყო პირველი იყო ეგ აი რო დავიწყე და სულ გააზრებულად მუსიკის მოსმენა ჯეფ ბაკლი იყო და გაუაზრებულად აი სუპერველი მელოდიები რაღაცებს სახში როგორც გასმენინებდნენ მშობლები ალბათ ძირითადად ჩემ მშობლებს ძალიან განსხვავებული გეუბნება რას ხსმენდა მაგალითად განსხვავებული ერთმანეთისგან განსხვავებული თუ შენგან რასისმენდი მისაღებ ოთახში ბავშვობაში მისაღებ ოთახში და მე რომ ხარის წავიდა ბრაზილიურ სერიალებს ხო ეგ ყველგან არის ახლა ეგ მუსიკას რასისმენდი მუსიკას ხონდა საერთოდ განშერება არ უსმენდნენ არაფერს და შენით არჩიე ის რასაც აი ჩემი ძმა უფრო იყო ხოლმე რა ვინც აი მოდი მოგასმენინო უფროსია ძმა კი ჩემზე 5 წელი დიდი არის და ნუ საბა უფრო ისეთ რაღაც უსმენდა ხოლმე რაღაც უყვარდა განზე რო უზი ძალიან ბავშვობაში კლასიკური როკის კი როკის კაცი იყო მაგრამ ძალიან უყვარდა რეპიც აი რავი ნუ ბიჭები რა ხო იცი როგორ ძალიან არა მას ხო იმასაც გააჩნია რა დროს მოგიწევს ეგ აი თინეიჯერობაში მაშინ აი როკის და რეპის ამბავი იყო აი
თანაბრად ვიესი იყო და რაღაცა როკ მაგრამ ხა უფრო ხშირი გახდა რომ ორივე იმენა ბათლები იყო ყველგან მაგაზე ბათქები დაჟე მიქსავენ უკვე რა დიდი ხნის წინ როკის და რეპის ერთად ჟანრების არა აი ეგ მიშაპები ანუ ეგ ძალიან მაგარია მე აშენ არა აი მაგალითად Rage Against the Machine იყო მიშაპებზე წავედი რა ბენდები რომლებიც რეპი და როკი შეუძლია ნუ მეტალი ნიუ მეტალში მე გადასული ცუდი ვერსია მივიღე მაგ წინადადების და აი უცებ მეშაპებზე წავედი და თორე აი რაღაცა არ ვიცი არ მინდა რომ ვთქვა არ ვიცი მაგალითად ჯეიმიროკვაის ჯეიმს ბრაუნი და B.I.G. აი რა მემართა ფრენკ სინატრა და B.I.G. და აი არ ვიცი ჩანასახშივე აღმოვხვდი არა ეგ არ მეგულისხმია ბენდები რომელიც თავის მუსიკას ქმნიან არასწორად გავიქე მაგრამ აი ბაბუა ჩემი იყო ვინც პირველად ესე ფიზიკურადაც შემახო რა მუსიკას ბაბუა ჩემი იყო ჯემალ ბუაზე რომელიც ზესტაფონის კოლორიტი ადამიანი იყო და ხელოვანი კაცი იყო ლექსებს წერდა დღეში რავი 10 ლექსს წერდა ხოლმე მე მირეკავდა ხოლმე და ბაბუა ნახე რა კაი ლექსს დავწერდა ხატავდა ძალიან მაგრად და მუსიკას წერდა კიდევაც და ნუ თან ძალიან მაგარი სმენა ჰქონდა და აწყობდა თავისი სმენით ნიჭიერი რო არის ტიპი ერთ რაღაცაში როგორ ხდება რომ ის მე კარგათაც ხატავს ღერის შეიძლება ვერ მღერის მაგრამ სმენა აქვს და ბაბუასგან რა იყო პირველი ბაბუასგან იყო თვარის სონატა მომასმენინა და თვითონ უკრავდა რა ნუ აწყობილი ჰქონდა სმენით და ზუსტად ანუ ერთ-ერთში ისე მარტო განსები არ ყოფილა არა მე დიდად არ გისაფუძველი ქონია რა მე ჩემება იყიდეს პიანინო ან ფიზიკურად შემახო თქო რა მან მივდიოდი რომ პიანინო რო იყიდეს მე ვიყავი რაღაც 3 წლის და ნუ აი ბაბუა ჩემისგან ხომ აქ მასვენილი ეს Moonlight Sonata და ავაწყვემეც და მე მოვიდა ბაბუა ჩემი და აბა მანახე ხო მე მიხვდნენ რომ მეც ბაბუა ჩემის მე მიხვდნენ რომ უნდა სხვანაირად შეეხედათ მაგრამ სამწუხაროდ კი მიხვდნენ მაგას და შემიყვანეს მუსიკაზე ან პიანინოზე შემიყვანეს და დაიტანე მან დუეჭველი იმიტომ რომ ყველა ბავშვი კი მე შორის მეც აი ესე გაესე მოვიფრიალე ნოტები რომ რითია ხოლმე განსხვავება მე არ მივიდა არაფერს და რითია სხვაობა აი სახში დაგისწორდა პიანინო და იქ მიხვედი და რა მოხდა აი თავიდან პიანინოზე უკრავდი აი ამით რა ან ამით კი არ უკრავდი ამით უკრავდი და ესე უკრავდი რა ნუ რა ვიცოდი ხო 3 წლის ბავშვი 4 წლის ბავშვი აი მოტორიკა არ არის თამისე განვითარებული არა მივედი და აბა შვილო ვაშლი დამიჭირა გუმბათი გამიკეთე მეტი სამუშაო ნემსებს მიჭობდნენ თით არასწორი ნოტისგან ანუ ძუ არა ეგეთი გიჟი მასწავლებელი არ მყოლია ძალიან მე როდის გეუბნები იცი ოკეი ნუ მაშინ ძალიან ადრე და უფრო მეტი სამუშაოა ხოლმე შენ თავზე და გართობა აღარ არის ამ მოკლედ რა. ხო და იცი აი ნოტების სწავლა იყო ჩემთვის სტრესი რა. აი ბანის გასაღები იყო აი ძალიან სტრესული რა. აი არ ვიცი შეიძლება აუტისტი ვარ მართლა და მაგიტომ ვერ ვსწავლობ. უშვებ მაგას. არ ვიცი არ გამიკეთებია ტესტი, მაგრამ ნუ აი დღემდე მიჭირს რა. აი რაღაც წმის არ უნდა რომ დაიმახსოვროს. გაკეთე ტესტი. ადრესის ტესტი გეთდება და ძალიან მარტივი 1 საათი უნდა კითხვას ავსებ და გაკვირდებიან რაღაცა ელემენტარულ პროცესებზე. გამოხვედი, გამოიქეცი მაქედან. არ გამოვიქეცი პირიქით ვიტანჯე და ხო და რა იყო, იცი როგორ უკრავდი ხოლმე? ანუ მასწავლებელს უყურებდი ხელებზე და სმენით ვიმახსოვრებდი იმ ნაწარმოებს, რასაც კონცერტზე მე მაკვირდებიან, კი. ოღონდ ამას ვაკეთებდი იდეალურად. ერთხელ მაგ გაკვეთილი რა მის მუსიკის და მე და ჩემი კლასელი დავდიოდით ერთად. და გამოვიდა ჩემი კლასელი, აი ძალიან ეთყობა ეჩხუბა რა ამ ბიჭს რა, იმიტომ რომ აი ეთყობა ვერ დაუკრა თუ რა, არ ვიცი. ხო და აი ძალიან გაშეწითლებული გამოვიდა ეს ბიჭი რა და ნუ შევედი მე და ეხა ძალიან ცუდ ხასიათზე რა ჩემი მასწავლებელი და აუ ეხა აი თან როგორი რაღაცა იცი დღემდე სმენით უკრავ და სუმაკ ხოლმე ის რომ აი არ შემეშალოს თუ რაღაც რა, იმიტომ რომ რავი როდის ტვინში რაღაც ბნედა იქნება არავინ არ იცის და ნუ აი ეგ მომენტი მაქვს რომ აუ ეხა რაღაც არ დამავიწყდეს ეხა აქ რა ხდება რა თან ნოტებს უყურებ და აი იმით ვხვდები რა თვალის მახსოვრობით რომ აქ ეს არის რა თორე ისე ვაფშე ვერ ვარჩევ ხო და ეხა მეუნება ეს ქალი რომ ეხა ვაბაო
შენი იმედი მაქვს რა. ეხლა თუ ვერ დაუკრავო, მე არ ვიციო, ჩემ თავზე პასუხს ვერ მოგებო რა და ანუ ძალიან ისედაც ისე შეხვედი და ისედაც ძალიან ცუდად მომზადებული და სტრესთან ასოცირდება ჩემთვის. და შორს ისეს ხალი და ფანჯარაში იყურებ. ესე და დავიწყე რა და ნუ დავამთავრე და მადლობაო რა. ესე მითხრა. და მან დამოისუნთქე. აი, თვითონ ამოისუნთქა ამ ქალმა, რომ ანუ კარგად დაუგარი რა და საცემი არ გავხდი. მადლობაო და მე დეჩემს ეუნებოდა თურმე რომ მაგარი პიანისტი გამოვაო რა. არ ვიცი, ეთყობა არ იცოდა რომ არ ვიცოდი ნოტები. ხო და მე აი მეხუთე კლასიდან უკვე გამოვედი. და ანუ ის წინ რო უდევთ ხოლმე შენ ეგ არ გჭირდება ის რაღაცებს რომ მან თქო ნოტები უდევთ ხოლმე რომ აზრი არ აქვს. მაინც ეპირად. მაინც ეპირად დაუკრავ როგორც. და ფოტო მეხსიერებით. ხო. თული არ არის იდეაში. პური თაწყო. სულ მაგაზე მეჩხო ბიჭო, ვიმახსოვრებდით, არ მინდოდა ეს და სულ ეგ ჯახი იყო. ანუ ვიცი რა რებიცა გავლილი. მაგიტომაც აღარ ვიცი დოსა. რამდენი წელი ტანჯე და რამე მოგცა მაგ ტანჯვა? როგორ არ მიცა იცი რა მიცა? ანუ ისევ ამითი მეხსიერებით უკრავ. მეხსიერებით უკრავ და მე მგონია რა, რომ მაგან მე განმივითარა ის რა აი დღეს ახლა რაღაცა 100 სიმღერა მაქვს ხო? პირობითაც, მაგრამ მართლა 100 სიმღერა. და ანუ 100-ვე სიმღერა, ახლა შეიძლება ესე არ მახსოვდეს 15 წლის ასაკში რომელიც დავწერე რა აკორდებით არის პირობითად, მაგრამ იმდენად კარგად განმივითარა სმენა და ეს აწყობის ამბავი რა, რომ მე მგონია რომ ეგ ძალიან მაგარი რაღაცა. და ეხა რო უსმენ ხოლმე 15 წლის რო იყავი მაშინდელ დაწერილ ტრეკებს. ეგრე ისე მოგწონს როგორც მაშინ იყო თუ რამე ჩასწორებები გაქვს ხოლმე შენ თავთან. კი, ანუ უფრო მეტ აკორდს ვამატებ ხოლმე. კი, რაღაცებს. მე როგორც ვიცი იყენებს მე ეგეც. ეხა 15 წლის დაწერილ სიმღერები ეგ ძალიან ძველებია. ხო, ნუ კაი 18. მაგრამ რა არის პირველი რა იყო შენი სიმღერა, მე აი უკვე პროფ ჩაწერილ ჩაწერილი, ხო, ანუ უკვე როგორც დადე, ისე არა სახლში ნამღერი არა. არ გახსოვს. ანუ აი პირველი რო დადე, ანუ არ ინერვიულე სადღაც რო უკვე აქვეყნებდი პირველ სიმღერას. გეტყვი, გამახსენდა. მე მგონი რა, პირველი დავდე ანუ აი იქვე რა, შეიძლება პირველი არ იყო, მაგრამ რაღაცა ეგ გამახსენდა pilot ესე რქვა ამ სიმღერას და გაუკეთე ისა კლიპი გაუკეთე პატარა პრინცის ანიმაცია რო არის, მაქედან დავამონტაჟე და კლიპით დავდე. ხა რა თქმა უნდა დღეს არ მიდავს, იმიტომ რომ ჯერ მაგ კლიპზე YouTube-ი ავტორო უფლებები მოგწონს და არც მინდა რომ ის. მაგრამ მე ხა პატარა ვიყავი რა და მეგონა მაგარი რაღაც გავაკეთე და ეგ იყო პირველი. მე მგონი. Pilots wins არ იცოდა. მე არ ვიცი ხა ეგ. ძველმა ფანებმა იცი. დევს ახლა ოღონდ სხვა ვიდეოთი? არ დევს? არა და unlisted მაქვს ჩემთვის просто. დრო გაუკეთო სხვა ვიდეო და ისე დადო პატარა უფლისწული რომ მოვაშოროთ. ხო ისტორიაა რა. ის არ ვიცი, ანუ ძალიან ისეთი ჩანაწერიც ის არის რაღაც აკუსტიკური გიტარა ჩავწერე, იმითი მიდიც რაღაც არა. არა. სიმღერაც დაიწერა. სხვაგან მივდივარ ვაფშე ხა skater girl იყავი სადღაც ვნახე. აუ. ძალიან პატარაობაში სპორტულ ამბავში წავედი. ძალიან პატარაობის ამბავია, ანუ სკეიტს ძალიან აქტიურად კატაობდი თუ არა, სკეიტბორდზე დამაყენა ჩემო კრაშმა. ხო, ამ ბიჭის გამო ვისწავლე. კატაობდა და ხო, ნუ ეს ჩვენი მეზობელი იყო, ჩემი მეგობრები იყვნენ, რაღაც პირველი სიყვარული და სკეიტბორდი კი ამოქეკეს სანზონის გორებზე გორდებოდი. აუ, მაგრად. მე ერთხელ ეგეთი რაღაც მოხდა, რომ სადღაც ვიყავი სიმღერაზე თუ სადღაც დავდიოდი არ მახსოვს და მე და ჩემი მეზობელი, აღარ სხვა მეზობელი, ის როლიკებით იყო. და მე სკეიტბორდით და რაღაც ვაკიდან სანზონაში წავედით იმითი რა, ფეხით. აღარ ვიყავი რამდენი წლის 12-ის თუ 11-ის და თუნდაც მთელი სანზონა მეძებს რა. ბებია ჩემი ცხოვრობს იქ და ბებია ჩემთან მაგაშლილი ყველა корпуსთან. მაგაშლილი კი არა. იმის მე მოკლედ მეტროდან რო ამოვედი. მეტროდან არ ამოვედი კაცო, ეხ გამახსენდა. ფეხით მივედი. მეტროზე მე ხო გეტყვი. მივედი და ჩემი მეგობარი მოდის და მეუნება რომ
კოჩ დაიმალეო რა, დედა შენიო გეძებს. ყველაზე საშიში ჯობი არ მიხვიდეო, ხო? დედა შენი გეძებს არის? აუ, დედა შენი გეძებს არის ძალიან და თან თქვენ დედა ჩემს არ იცნობთ. ანუ იგი არის სერიოზული ადამიანი ძალიან და სკოლის დირექტორი, ნუ. ხო. ჩემი დირექტორი. ხო და ნუ მოკლედ ხო და საინტერესო ის არის რომ ამ ბიჭის მშობლები საერთოდ არ ნერვიულობენ რა, ანუ ეს არ ვიცი, ალბათ ბიჭი როა შეიძლება, არ ვიცი. ხო და ნუ მოკლედ მე დაეჩემა მასკნა და მე ჩემმა ძმამ ეს სკეიტბორდი დამილეწა იქვე ეზოში, იმიტომ რომ ეგეთი რაღაც ალბათ აღარ მექნა, იმიტომ რომ მართლა ძალიან ინერვიულეს და მე მეტროს ქალი გავიცანი, ვინც არის მეტროში რა. და ნუ იმ ქალთან ყოფილა დედა ჩემი ძალიან დიდი ხანი, ანუ ელოდებოდნენ ეთყო მეტროდან როდის ამოვიდოდი რა. დღემდე ვიცნობ ამ ქალბატონს ძალიან მიყვარს ლიას მოგითხვა. ტელეფონების ეპოქა არ არის? თუ ტელეფონების ეპოქა არის, მაგრამ მე რა თქმა უნდა გამორთული მაქვს, იმიტომ რომ დამიჯდა და ანუ რა თქმა უნდა არც კი ფიქრია რომ ეძებენ ანუ ჩვენ ანუ აი ყველაფერი ფეხით გავიარეთ ვაგზალი და იქ ქუჩაში სკეიტბორდებით და როლიკებით და ძალიან რებელა ამბავი იყო ეგ. მაშინ მივადექით მეორე ამბავს. ძიძა იყავი, ხო? რაღაცა პერიოდი. კორონას დროს ვიყავი ძიძა. რა როგორ მოხვდი მაგ საქმიანობაში და კორონას დროს მე მგონი ყველა პროფესია შევიცვალეთ, ვისაც მუსიკასთან შეხება ქონდა, იმიტომ რომ მოკვდა პირველი და აღდგა ბოლო. და ყველას ზოგადად რამე მოგცა მუსიკაში? ძიძობა? აი you will never come true. შენ რა მოგეწონა? ხო. ჩემი ბავშვის ინსპირაციით არის დაწერილი, რომელმაც რაღაცაზე ახსენა, რომ ეგეთი წიგნი მაქვს, things that never come true. თუ რაღაც ეგეთ სათაური და მეთქი never come true და მე you will never come true. სათაურზე იმოქმედა ძალიან დიდი გავლენა და მე ნუ მისამ ღერძეც რა. ხა მაგარი კითხვა მომივიდა და მე ვთქვი ამადამოსო ბავშვები გიყვარს თუ არა თქო მეკითხა და ჩემია ძიძა რანაირად იქნებოდი ბავშვები მიყვარს ყველა მიყვარს არ არის ყველაზე რთული პროფესია არ არის არა გააჩნია როგორ მიუდგები ალბათ რა ძალიან ესეთია ბევრს სწავლობ მართლა ძალიან ჭკვიანი ბავშვები მყავდნენ ბევრი იყო კი, იაპონელთანაც ვიყავი, უსაყვარლესი ბავშვი იყო და მეძახდნენ მისი მშობლები ლს, არ ვიცი, ეთყობა იაპონიაში ნაკლებად და რუას მეძახდნენ. და მე ჩემზე დაწერე სტატია. ეს ქალი იყო ჟურნალისტი და იაპონიაში დაწერა იაპონურად სტატია. რუაზე. და რაღაც ამ ბავშვს ასწავლიდი ქართულ რაღაცებს? მე არაფერს არ ვასწავლიდი, უბრალოდ რაღაც გაკვეთილები თუ ქონა გასაკეთებელი ეხმარებოდი. აქეთ მეხმარებოდ. მართლა ძალიან ჭკვიანი ბავშვები მყავდნენ. და ნუ ხო რა უფრო თამაშობდით რა და სირბილი და რაც მართლა რთულია, დამღლელია. მით უმეტეს როცა დ-ვიტამინის და რკინის ნაკლებობა გაქვს. ეგ აღარ წამაიღლეთ ერთ რაღაცა იმხელა ტიპი ხდები ხოლმე. და მუსიკაში როგორ წამოხვედი უკან? როდის გადაწყდა პანდემია მორჩა და ანუ ესე იგი 20-ში პარალელურად აკეთებდი მუსიკას? აკეთებდი. ანუ მაგ მიზნით დავიწყე მუშაობა, რომ რაღაცა 20 წელს რაღაც კლიპებს ვიღებდით მე და ჩემი მეგობარი ლიზა. ჰიპ-ჰიპი არის ერთი ეგეთი ტრეკი და მაგაზე გადავიღეთ კლიპი და ეგ იყო ძიძობით შეგროვებული ფულის ამბავი. ანუ მიზანი გქონდა, რომ ხო, და თან შენი ბაჯეტი გქონოდა. ძალიან კარგი სამსახური იყო იმ დროს, მართლა რომ არაფერი სხვა არ არის. კარგი იყო და მე ნუ ცოტა შემოვრჩი რა. ერთი 2 წელი თუ 3 წელი ვიმუშავა. და გამოგადგა ეს ბაჯეტი. რამდენი ხანიც იყო კორონა, მაგდენი ხანი ვიმუშავა. კი, ბაჯეტი გამომადგა. მუსიკაც ძალიან საბავშვოც არის ეგ. კი და აი ძალიან უყვარდათ ეგ ტრეკი, ჰიპ-ჰიპი და კიდე სხვა ტრეკები, რომელიც არ მაქვს ჩაწერილი და ბავშვების გემოვნება თან ხო იცი როგორია რა, ანუ იქ ძალიან გულწრფელები არიან და რაღაცა არ აქვთ ის განპირობება, რომ აი ამის გამო უნდა მოგეწონოს მუსიკა, აი რაც მოწონთ რა. და ვერც აგიხსნია რატომ მოსწონთ. ხო, აი პროსტა ვაიბობენ და ეგ არის. ძალიან მაგარია. კაი, მოდი მივადექი ისევ ჩემ ამბავს. ხო ის თან გაქვს ეგეთი ოცნებები ან რამე გაქვს მუსიკალური ოცნებები, აი ან ფესტივალი რო სადმე ვაი აქ დაუკრა, ან featuring-ები ვინმესთან. აი ვისთან წარმოგიდგენია ყველაზე მეტად შენი თავი? ნუ გავიგე უკვე პასუხი თითქმის ჯეფ ბაკლი იქნება ერთი ალბათ არა?
მაგრამ ვისან წარმოვიდგენია ეგეც მკვდარი. ელიოტ სმიტი ძალიან ოკეი. სიამოვნებით მექნებოდა. აი, просто ვისწავლიდი რა, songwriting-ს მაგ ადამიანისგან. იმიტომ რომ ეხა უსმენ, ყველაზე ხშირად ელიოტ სმიტს უსმენ ეხა ბოლო 2 წელია და აი, იმდენად სხვა რაღაცაა ჩემთვის, რომ აი თითქოს გავლენასაც ვერ გრძნობ რა, აი რაღაც ცალკე არსებობს და უსმენ. აი ჯეფმა მოახდინა რაღაც აკორდულად შესრულების მხრივ გავლენა, ელიოტს ჯერ არა. ჯერ ვერა ხო. ხო და მე მგონია რომ იმდენად ჩემთვის უნიკალური songwriter-ია, რომ აი просто ორი გაკვეთილი ძალიან მომიხდებოდა. საინტერესო იქნებოდა. ეხა სხვა ცოცხალს მივაწვეთ ჯობია. ცოცხალს. ხო დრას უსმენ, ვაფშე თუ უსმენ საერთოდ. მუსიკას უსმენ. ელიოტ სმიტს უსმენ ეხა ძალიან მარტო ან ხშირად არის ხოლმე. ამოჩემებული მაქვს. ეგ სუიძახის ხოლმე რომ იმდენ რამეს ვაკეთებ მუსიკაში, რომ მუსიკის მოსმენა როგორც მსმენელი აღარ გამომდის და ნებაყოფლობით ეგ უკვე ჩემთვის არის შეუძლებელი, იმიტომ რომ თელი დღე ყოველ დღე არის აი ეს ცუმპარამპა, დოლგარმონი ჩემ ყურში და აღარ მრჩება მაგის ქეფესითი, რომ კიდე მას ქნა. შენ გაქვს ხოლმე დასვენების პონტები და რას თავ ხოლმე ხა უნდა გითხრა ყველაზე ისეთ 3 შენ ხშირად ან აი Figure 8 ელიოტ სმიტის ალბომი, ნებისმიერ ტრეკი ვერ გამოვარჩევ, ძალიან ყველა მიყვარს. შეგიძლია ალბომების თქო 3 რო დაასახე. აი Figure 8 არის აი შარშან აღმოვაჩინა ეგ ალბომი და non-stop მაგ ჩართული. ვერ შორდები ჯერ. პერიოდები გაქვს ხოლმე თუ ეგ ხა როგორ ფიქრ. აი ამ გადამოსახედიდან შეიძლება სულ უსმინო. აი ჯეფ ბაკლი ეხა მაგალითად დაპაუზებული მაქვს. არ ჩამირთავს кайხანი, და ძალიან დიდი ხანი უსმინე. ხო და დიდი. ეხა ელიოტ სმიტს შეხვდა ეგ როლი ამ პერიოდში. რამდენი ხანი გაკაჩა ჯეფმა? მე შევადაროთ. ანუ ეხა სულ არის ჯეფი კაცო. მე ესეც ვერ ბექგრაუნდზე არის ხო? კი. აი, ერთი გვაქვს. თუ მინდა ისეთი იყოს, რომელიც აი პროსტა მოაჩინე ამ ბოლოს. აი გისი, არის ეგეთი ბენდი. ამერიკელები არიან. გისი ძალიან მომწონს. და რას უკრავენ მეც მივიღებ რეკომენდაციას რა ჟანრია. ხო, მე რეკავ ხოლმე და მართლა ვისმენ. ოღონდ თან ინდი და ალტერნატიული. თანამედროვე ალტერნატიული მუსიკა. და ძალიან მომწონს მაგათი ვოკალისტი. რაც საოცარი ხმა აქვს და ძალიან ინდივიდუალური ადამიანია. და საერთოდ ძალიან ისეთი ბენდია რა, აი Beatles ხო ექონა რა, დაჟე რო გვანან ერთმანეთს თუ რაღაც. აი აქაც ეგ არის რომ ძალიან გვანან ერთმანეთს რა. ფიზიკურად? აი რაღაცა ეგ ერთი ის არის რა. აი მეორეც გვაქვს. კიდე თუ გახსენდება ვინმე თუ არა და არა უშავს ორს. მე ვიცი ხოლმე აი ჩაჭიჭინება და მე ჩვენი პროდიუსერი მეჩხუბება ხოლმე რომ დაანებე თავი. ხო და თუ გაგახსენება მესამე თუ არის თუ არა და აი ბენდი აღმოვაჩინე ახალი არ არის ფლატ, მაგრამ მე ხა აღმოვაჩინე რამოდენიმე წელია Wonder Horse ესე ქვია. ძალიან კაი ალბომი აქვს Cub. მიცკის ახალი ალბომია ძალიან კარგი. ზოგადად მიცკი ძალიან საინტერესო არტისტია. აი I'll change for you არის ეგეთი ახალი ტრეკი და ეგ ძალიან მომწონს. რავი შევავსე დაკმაყოფილ და ეხა საკექი გაქვს კიდე მომავალი კვირა რა. როგორც songwriters მინდა გითხო ტექსტები შენთვის მუსიკა და ტექსტის მნიშვნელობა. ეხა რომ ადრე ისე უსმენდი ხოლმე მუსიკას ტექსტს ვერაზოს ვერ ვიგებდი. მე რაღაცები ჩემეცვალა რომ გავიგე რას მხერის თითქოს ზოგმა ცოტა დაიკლო, ზოგმა მოიმატა, იმიტომ რომ შინაარსი გამოვიტანე და შენთვის რა არის ხოლმე მნიშვნელოვანი როგორც songwriter მუსიკას რო წერ ან პირველს რომელს წერ რომელს არ გებ და რა პროცენტულად როგორ გაგანაწილებული მნიშვნელობა ტექსტის და მუსიკის. ნუ აი ხანისია ხანასია რა. შენ ტრეკებშივე გამოყოფ რომელიმე სადაც ტექსტი უფრო მოგწონს ან მუსიკა. რაღაც ფრაზები არის ხოლმე რაც ძალიან მომწონს, მაგრამ ინგლისური ტექსტები რომ აქ ძირითადად, აი მაგაზე ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რომ აი მგონია, რომ Y კარგად ვერ დავწერ ტექსტს ინგლისურად, როგორც თვითონ ინგლისელი ან ამერიკელი, ვინც იქ ცხოვრობს და ვისაც ეგ ყოველდღიურობა აქვს რა, იმიტომ რომ გრამატიკულად და რაღაც არა, აი უფრო ყოველდღიური აი ეგ ცხოვრება რა. მაგრამ მე იმაზე ვწერ, რაცაც მე ვცხოვრობ და ეგ ტექსტები მაგიტოა ძალიან პირადული, რომ
შენთვის უფრო ადვილია ინგლისურად აი, წერა და სიმღერა ვიდრე ქართულად. თავისით მოდის რა. აი ხა ქართული სიმღერები რაც მაქვს, მაგას ინგლისურად ვერ გადავაკეთებ და პირიქით. მაქვს რაღაც ფრანგული სიმღერაც, რომელიც ინგლისურად იქნება დებილობა. ისე არ ვიცი ფრანგული, მაგრამ ნუ ერთხელ იყო ეგეთი შემთხვევა, რომ ჩემს ერთ-ერთ კონცერტზე ადრე მოვიდა ორი ფრანგი ადამიანი, წყვილი იყო და რაღაც მოუნდათ დეითი რა, პროსტა ისე მეგობრულად და გავედით და თან მე წავიღე რაღაც გიტარა რა. ქონდა რა ფრანგული სიმღერის რაღაც ჩანაფიქრი, ამ დაჟე ტექსტსაც უმღეროდი, ოღონდ აი ჩემი წარმოდგენით ფრანგული ბჟუ. როგორც გესმის ფრანგული. როგორც მესმის ფრანგული და მე ამათმა მიდიო შენო იმღერეო და ჩვენო ამას ნამდვილი ტექსტი რაც არისო, ეგრე ვაქცევთო და დამიწერეს ტექსტი რა, იმ ყველაფრის მიხედვით რაც უმღერე. იმ თანხმოვნებით და ხმოვნებით, როგორც რეალურად წარმოვიდგენ, დიდი განსხვავება არ იყო ნამდვილ ტექსტთან. და დევს სადმე? არა, აი ალბომში მინდა რომ თავისთვის აქვს ყველაფერი. ძალიან ბევრი კი ეგეთ სიმღერა მაქვს რა. ეგეც გამოსახრიალებენ. თვითონ აქ 100 თან ფრანგული, ქართული ყველაფერი. კი, გაით ქართული დევ. გოგო არის ხო? ხო, ნუ ორი ქართული დევს. ყველაზე წარმატებული შენი სიმღერა, ხო, მასენდება ნელ-ნელა ქართული. არის ყველაზე წარმატებული სევდა შენს. ანუ როგორ არ გავარდნოს ვიძახი რა, აი ქეთათონ ერგაძეს რო ახსენონ პირველი სევდა მოსდით? არ ვიცი. შენი აზრით. Spotify-ზე ყველაზე მეტი მოსმენა მაგას აქვს. ეხა ანუ რო ნახავლობ ხოლმე. შეიძლება გასუსმენენ. ხო, ახლა ვინც გაიცნო, ალბათ იმათვის იყო რა. ნუ ქართულია და რა თქმა უნდა, უფრო ესმით ტექსტი. მე ხა კი ვწერ ინგლისურად, მაგრამ ჩემი მეგობარი მუსიკოსები რომ მღერიან თავის ტექსტებს, შეიძლება ვაფშე ვერ გავიგო რა ზემღერიან. არ არის ჩემი ენა. კაი, მადლობა. მადლობა თქვენ. თო ძალიან საინტერესო იყო. ძალიან დიდი მადლობა ველოდები live-ს, ველოდებით და მეორე unreleased track-ებს ველოდებით ფრანგულს და Exupery-ს. აი ჯერ ცოტა ძალებს ვიკრებ. ხო, არა, პრინციპში პაუზა არ ყოფილა, ხო, ცოტა ხანი დავასვენოთ და ცოტა ხანი ძალიან დიდ წარმატებას გისურვებ და ვიცი რომ იქ მიხვალ სადაც გინდა. მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენი მხარდამჭერები შევახსენოთ, მუსიკალური მხარდამჭერი Music Room-ი და ჩვენი პარტნიორი კურსიჯი. ძალიან დიდი მადლობა, ეთათო, წარმატებები. მადლობა.